ყველა 10 ივლისს არის დასკვნითი სასამართლო პროცესი საბაჯიქიასი და ანრი კვარაცხელიასი. ამიტომ მოგიწოდებთ რომ ყველანი მივიდეთ სასამართლოში, როგორც როსტო იტყო და უსამართლოში და დაუდგეთ ჩვენს თანამებრძოლებს გვერდით. ხო, როსტო ვახსენეთ ამას წინათ და დღეს ჩვენი მეგობარი დაკავეს 5 დღით Facebook სტატუსის გამო, სადაც ის ერთ-ერთ კოდს მართავდა სიტყვა ფოჩოთი. ფოჩო არის მეგრული სიტყვა და რაც ნიშნავს ქართულად, როგორ ითქვათ, ცოტა აი ბატს, მოსულელო ტიპს რა. ეს ხო აბსურდია, მთელი აბსურდი არის იმაში, რომ რაღაც Facebook პოსტის ან კომენტარის გამო ციხეში მოხდე, მაგრამ ვერ ხვდები რა როგორი პრევენცია უნდა მოხდეს ამით, ანუ როსტოს დაკავებით რა უნდა შეიცვალოს. ის ადამიანი, ვინცაც მან მიმართა რა დაჭკვიანდება ამ 5 წლის განმავლობაში არ მგონია, მე მგონი რომ ისეთი ფოჩო დარჩება, როგორც დღეს არის, ხო? ამიტომ ძალიან მალე ეს მასკარადი დასრულდება და სასამართლო ძალიან მალე უსამართლო აღარ იქნება და იზეიმებს სამართლს. ამისათვის აუცილებელია ცვლილებები, რომელიც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ესეთი პრინციპული მიდგომით, ესეთი მყარი პოზიციით და ბრძოლის შინით აუცილებლად შევცვლით ამ რეჟიმს. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, აი ეს ვიდეო იწერება დაახლოებით 10 დღის შემდეგ წინა ვიდეოსთან შედარებით. და მინდა გითხრათ, რომ იმდენი რაღაც მოხდა ამ დღეებში, რომ ანუ ბევრი რაღაც გამოვტოვე რა. უნიშნულო რაღაცები კი არ იყო, უბრალოდ გამოვტოვე, იმიტომ რომ რო დავიწყო საუბარი, დაახლოებით შეიძლება 2-3 საათი მომიწევს გადაბულად საუბარი. იმდენი რაღაცა ხდება ყოველდღიურად საქართველოში. და ალბათ ყველანი ხვდებით, რომ ეს არის რაღაცა პოზიტიური დადებითი ამბები. ეს არის ძალიან ცუდი ამბები, ქვეყნისთვის სავალალო, ყოველდღე ვიღაცა სკლავენ, ყოველდღე ვიღაცას უსაფრთხებიან და სცემენ. რა ვიცი, აი ყველაფერი საშინელება რა, რაც შეიძლება მოგაფიქრდეთ, ეს ხდება საქართველოში ყოველდღიურად. ვიღაცები ამობენ, რომ აი ყველაფერი კარგად მიდის და დემოკრატიის ზენიტი არის და ადამიანის უფლებები დაცულია და რაღაც, მაგრამ ვისაბოლებს ეს სისულელეა, ყველანი ვხედავთ. უკვე მხოლოდ აი ოპოზიციურ ფლანგს კი აღარ ეხება, არამედ თქვენს გეხებათ ქოცებო და მეშტერი თქვენი მაღალჩინოსანი რიჟვაძე, რომელზეც ამბობენ თვითმკვლელობას სცადა, ზუსტად ამის მაგალითი, ანუ ქოცობა უკვე არ ეხება მხოლოდ ოპონენტებს, ეხება ყველა ადამიანს, თითოეულ თქვენგანს ეხება და ამიტომ სანამდროა გამოფხიზლდით, გამოიღვიძეთ და მიხვდით დაიაზრეთ ის სადაც ხართ რა. ცუდი ისტორიებით უნდა დავიწყო და ალბათ ცოტა პოზიტიური დავამთავრებთ, იმიტომ რომ იმედიანად მინდა დამთავრება ამ გადაცემის, მაგრამ პირველ რიგში რამდენიმე დღის წინ რა მოხდა? მოხდა ის, რომ პოლიციელის ბრმატყვიამ ადამიანი იმსხვერპლა, მოკლა. ამას წინათ კიდე რა გავიგეთ, რომ პოლიციის განყოფილებაში ადამიანი მოკლეს. ყოველდღე რა ხდება? აი ხან ნარკოტიკების რაღაც შემოწმებაზე ნარკოლოგიურში რომ მიყავთ ახალგაზრდები და მიყავთ ვინები, ხო? ყოველთვის მიყავთ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები. გუშინ დაახლოებით 10-მდე ახალგაზრდა წაიყვანეს, ისინი ვინც ყოველდღიურად დაპროტესტებენ და დააბრუნეს ის ძველი პრაქტიკა, საიდანაც ვფიქრობდით, რომ ასე თუ ისე ამოვედით, ხო? და ეს პრაქტიკა რა არის? ადამიანი მიყავს, აჩერებ ქუჩაში და მიყავს რაღაც აშარდინებ, ასე ვთქვათ, პოლიციის განყოფილებაში, იმისთვის რომ გაიგო ამ ადამიანმა მიიღო თუ არა ნარკოტიკული საშუალება რამდენიმე დღის. მეგობრებო, ნარკოპოლიტიკა ასე არ ხდება რა. ამას ჭირდება სპეციალური მიდგომები, ამას ჭირდება დაგეგმილი რაღაცა, როგორ გითხრათ, პროცესი, სადაც ეტაპობრივად ამ პრობლემას აღმოხვრთ ქვეყანაში, მაგრამ დღეს რეალურად რა ხდება? ეს არ არის რაღაც ნარკოპოლიტიკა და ეს არ არის, როგორ გითხრათ, ამ საშინელი რეალობის თავის დაღწევის მცდელობა, არამედ ეს არის პირიქით რეპრესიული მანქანა არის, რომელიც ცდილობს, რომ ოპოზიციურად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები დაასაჯოს და მათ მიმართ გამოიყენოს აი ეს კანონები, ხო? რაც რეალურად ვერ მოაგვარებს პირიქით შეიძლება ამან გაზარდოს და უფრო გაამძაფროს ეს პრობლემა. ამ თემას თავი გავანებოთ, ისევ Facebook სტატუსს შევეხოთ. ბებო, რომელმაც რაღაცას კომენტარი დაწერა Facebook-ზე, მოსამართლემ 2400 ლარი დააჯარიმა. ბებო ეუბნებოდა, რომ აი ძალიან ცოტა მაქვს პენსია და ხო, ბოდიშსაც მოვიხდი, ოღონდ ეს ამ ხელა ჯარიმა არ დამაკისროთ, მაგრამ მოსამართლე რას იზამდა, რა თქმა უნდა, ეს კალბატონიც დააჯარიმა 2400 ლარით. ნუ მოკლედ ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც ვიღაცები მდიდრდებიან, მაგალითად აი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე არის ესეთი ადამიანი კახი ბექაური, მას აქვს 21 ბინა, 14 მიწის ნაკვეთი, 7 მანქანა, წარმოგიდგენთ 21 ბინა, 14 მიწის ნაკვეთი, 7 მანქანა და იქით არის ბებო, რომელიც ეხვეწება მოსამართლეს 2400 ლარი ჯარიმა არ დამიწერო და ბოდიშს მოვიხდი და ეს დგება და რას აკეთებს? ანუ უსისხლოდ რა, ანუ ყველანაირი ადამიანური რაღაც გრძნობების გარეშე დგება და რის გამო? Facebook კომენტარის გამო ადამიანს აჯარიმებს, ბებოს აჯარიმებს ამის გამო, ხო? როცა მეორე მხარეს ვხედავთ რა Rolex-ებს, კარტიებს და რაღაც მდიდრულ ცხოვრებას, სადაც
ეს ქონებები აქვს როგორ ადამიანებს, იცით, ანუ ყველაზე უმსგავსო ამორალურ ადამიანებს რა, ვისაც საქართველოს გაყიდვა უნდა, ვისაც უნდა რომ რა ვიცი, საქართველოს გაანადგუროს. ეგეთ ადამიანებს აქვს დღეს ამხელა შემოსავლები, ისევ და ისევ ჩვენი ფულით, ანუ განა ის რომ ვიღაცა მიშოვა და ბიზნესმენი გახდა და რაღაცა კონკურენცია და მთელი ამბები. ისე კი არა, ჩვენი ჯიბიდან ამოსული ფული, აი ფულით ესე გამდიდრდნენ და მოსამართლე დგება და 2400 ლარით ბებოს აჯარიმებს, რომელიც ეხვეწება, რომ ეჯარიმა არ დამიწეროთ. ხო ხვდებით, ანუ რაში ვართ, რაში ვიმყოფები, სასაცილო კი არ არის, ეგ არის კატასტროფა, ეგ რეალობა რაშიც ახლა ვართ რა. ხო, კიდე ეს გადაბმული რუსობა არის რა, ანუ რუსობა რაში არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც რუსულად ვილაპარაკოთ ხოლმე, ხო? აი რუსობა რა არის? რუსობა არის მაგალითად ის, რომ ამ მარნეულის ეპისკოპოსმა რაღაც იარაღი გადაუტენა და საქმეს ურჩევდა შინჭიკაშვილს და რაღაც მთელი ამბები, ხო? ეგ არის რუსობა, ანუ მან ღმერთს, ქრისტიანობას, რწმენას არანაირი კავშირი არ აქვს რა. აი რუსობა კიდე რა არის? ესეთ აი ევროპის საბჭოში რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუცია რო შეაქვთ და შენი სახელმწიფო საქართველოს, რომლის მთავარი მტერი არის რუსეთი, ხო, გეუბნება იმას, რომ აი მე მხარს არ დაუჭერ ამ რეზოლუციას. ეგ არის რუსობა თუ რა, აუცილებელი ხო არ არა, ყველა რუსულად ლაპარაკობს. ეგ არ არის რუსობა, არის მთელი მენტალობა და მთელი ეს დამოკიდებულება, რასაც ვაწყდებით ჩვენს შიდა და საგარეო პოლიტიკაში, ხო? და ეს უნდა დავასრულოთ ზუსტად. ამის წინააღმდეგ გვიბრძვით რა. ეგ არის ქართლობის წართმევა, სხვა კი არაფერი არ არის. ეს ქართლობის წართმევა არის, როდესაც ევროპის საბჭოში რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციაზე ხელს ვერ აწერ. ეს არის ქართლობის წართმევა. ასევე ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა კობახიძემ თქვა, რომ გაუსვა ისევ ის ხაზი, რაზე ჩვენ წინა ვიდეოში ლაპარაკობდით, ხაჭაპურისტობაზე რა. ოღონდ სხვა რაკურსში. ანუ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენ მხოლოდ სპორტში უნდა გავხდეთ რაღაცა ძლიერები და უნდა მივიღოთ ოქროს მედლებიო რა. და ეგეთი შინაარსის ტექსტი თქვა. ანუ რა გამოდის? ანუ ჩვენ მებრძოლი ხალხი კი არა ვართ, ჩვენ რაღაც თავისუფლების მოყვარე ხალხი კი არა ვართ. ჩვენ ვართ, რა ვიცი, სპორტის მოყვარე ხალხი და მხოლოდ სპორტს უნდა მივაქციოთ ყურადღება და გავზარდოთ ლაშა ბექაურები, ხო? ეს არის ამის მესიჯი კობახიძის. ანუ წმინდა ეგეც რუსობა არის რა, რომ ლაპარაკობთ რა არის რუსობა. ეგეც რუსობა, როცა გეუბნება რომ შენ იყავი დაჩმორებული რაღაც, ხო ხვდები? თავისუფლება ფეხებზე დაიკიდე, რაღაც შენი იდეალები, შენი წინაპრები რისთვისაც იბრძოდნენ ეგ ფეხებზე დაიკიდე და მოდი ივარჯიშე და ტატამზე მოუგე ვიღაცას. აი ესეც რუსობა არის, ეს არის ხაჭაპურისტობა, ანუ რა, შენ ყველაფერი გვერდით გადადო, შენი სამშობლო გვერდით გადადო და შენ რაღაცა იმა პრიზი მოიგე სადღაც, ხო? აი ზუსტად კადიროვის სახელმწიფო არის ეგეთი რა. ანუ ზუსტად ადამიანის უფლებები არ ფასობს. ეს არის კადიროვის რუსეთი, მაგრამ ზრდიან სპორტ კომპლექსებს ხსნის ეს კადიროვი და თავისი შვილი ყავს დანიშნული რაღაცად და ხო ხვდებით? ანუ ეგ არის მსგავსება რა. ანუ ჩვენ ვიბრძვით ზუსტად იმისთვის, რომ ეგეთი სახელმწიფო არ შექმნათ. ანუ ჩვენ ის კი არა ვართ ადამიანები, საქართველოს მცხოვრებლები, ისინი კი არა ვართ, ვინც აი მარტო სპორტსმენები უნდა ვიყოთ. მივესალმები ყველა სპორტსმენს და მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ვინც რაღაცა სპორტით არის დაკავებული, მაგრამ სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია და მიზანი არ უნდა იყოს რაღაც მხოლოდ სპორტსმენების გაზრდა. სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ იბრძოლოს, გაზარდოს თავისუფალი საზოგადოება, გაზარდოს იცით როგორი საზოგადოება, რომელსაც სადაც ადამიანის ღირებულება იქნება დაფასებული. და რისი მოსპობაც უნდა ზუსტად რუსეთს კობახიძის და ივანიშვილის ხელით აქ. ამ ყველაფრის ფონზე, სადაც როგორ გითხრათ, აი არჩილ მუსელიანცი, რომელიც სინდისის პატიმარია, 534 ლარიანი რაღაც ნივთის დაზიანების გამო 7 წლით რო ემუქრება ციხე, ასევე ვიდეო მტკიცებულებებით რა დავინახეთ ამას წინათ. რეზო კიკრაძე, რომელიც სალფეთქს ისხვის და ეს მაგად კადრებში ჩანს. ადამიანს ამის გამო ციხეში სვამი და რამდენი წლით, ხო? ასევე მათი შსს წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებებით გედედეს თანამშრომელი მოკალით დახოცეთ და ასე შემდეგ რო იძახიან და ამის ფონზე რა ხდება, ხო? მეორე მხარეს წულუკიანის ვითომ კომისია იქნება და სრულიად მასკარადს აწყობს. და რაღაც იცი რას ლაპარაკობს, და ბა და მატორიანი თხა და რაღაც ეგეთი სისულელეებს ლაპარაკობს და ამათ გვასმენინებს თელერს და როცა ესეთი ბიჭები ციხეში გვისხედა რის გამო, სალფეთქის სროლის გამო, ჩვენებს სისულელე მასკარადს უსმენთ, და ბას უსმენთ წულუკიანის მიმართ. და კიდე რას აკეთებს წულუკიანი, თითქოს ხუმრობით და რაღაც ცინიკური დამოკიდებულებით მეგრულენას შეურაცხყოფს. დგება და რას ამბობს, იცით რომ თითქოს გახარია რაღაც ქართულად არ ესმის და მოდი მეგრულად დაველაპარაკოთ. აი ეს მეგრულად დაველაპარაკოთ იყოს ზუსტად ის მესიჯი, რაც წულუკიანმა გააკეთა. ანუ რა უნდათ ახლა? რა ცდილობთ? ცდილობენ იმას, რომ დააკნიონ ჩვენი ღირებულებები, ჩვენი მთავარი ფასეულობები, რელიგია უნდათ, რომ რაღაცა დააკნინონ.
და თქვენ ხედავთ რაღაცი გელაც ხედავთ ხო რა მდგომარეობაშია თქვენ ხედავთ როგორ იქცევიან მამაოები ხო ეს არის რელიგიის რაღაც ქრისტიანობის დაკნინება სხვა კი არაფერი არ არის იარაღს რო გადაატენინებდა ამის გამო რეაქცია რო არ აქვს სახელმწიფოს ხო ენის დაკნინებაა როდესაც აი მეგრულზე ესეთ რაღაცას ლაპარაკობს ხო ანუ მაგათ არ აინტერესებთ ყოველგვარი ქართული არის მათთვის მტრული როგორც ენა როგორც მამული და როგორც სარწმუნოება ანუ ყველაფერს ებრძვიან ესენი რა ამიტომ ლაპარაკობ რომ შენ შეიძლება ვიღაცა არ მოგწონდეს ოპოზიციიდან მაგრამ შენ უნდა ხედავდი რას აკეთებს ქართული ოცნება ვითომ კონსერვატიული მესიჯებით ყველაზე ცუდ საქმეს ყველაზე მტრულ საქმეს აკეთებს რა და ეს უნდა გავითავისოთ ყველამ სხვა ყველაფერს თავი გამანებოთ შეხედოთ ჯარი რა მდგომარეობაშია ჯარი გახადეს პოლიტიზირებული ანუ ჯარისკაცი დამოუკიდებლად ვეღარ მოქმედებს შიგნით იმდენად შეიტანეს ეს პროპაგანდა იმდენად დასვეს თავისი კადრები რომ ანუ ადამიანს უკვე რაღაც პარტიული ნიშნით ირჩევენ და ყველანაირად შეზღუდეს მათი არეალი ხო ჯარი ჯარს უკვე მართლა აღარ გავს რა ეხლა დღეს მაშინ როდესაც არის სოფლიო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე და განსაკუთრებით ჩვენ როდესაც ესეთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში ვართ საქართველოს მიცით თავდაცვის სტრატეგია როდის შეადგინა ბოლოს 2018 წელს ანუ როდის იცით 7 წლის წინ ეს იცით რას ნიშნავს უკრაინის ომი დაიწყო და საერთოდ რეაქცია არ ქონია არანაირი ცვლილება არ მოგვიხდენია და იქამდეც როდესაც ნორმალური ქვეყნები 3-4 წელში მაქსიმუმ ყოველთვის ცვლიან ამ იმას სტრატეგიას და ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენ იმდენად ცუდ მდგომარეობაში ვართ რომ მტერი რო შემოვიდეს ჩვენთან რა ალბათ რავი ხელებს ავწევთ და დავნებდებით ხო ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა და რა ვთქვით ადრე რას ებრძვის ქართული ოცნება ყველაფერ ქართულს რელიგიას რა ებრძვის ენას ებრძვის ჯარს და ეგ შექმნა ზუსტად იმ ბიძინა ივანიშვილის შექმნა და ეს რა არის ეს არის ყველაზე დიდი რუსული საქმე რა რასაც ესენი აკეთებენ რა ელემენტარული საერთოდ არაფერი არ ვიცით შიდა სამზარეულოს შესახებ რა ხდება ჯარში არ ვიცით რა პრობლემებია ჯარში რა ანუ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს რაღაცები კი გამოდის და რაღაცები კი გვესმის მაგრამ ის რაც ხდება არის კატასტროფა როდესაც ჩვენი მეზობლები ვითარდებიან ყიდულობენ იარაღს და ასე შემდეგ და პარალელურად ვიღაცები რაღაცა დიდრდებიან ჩვენ ხარჯზე ის ფული რა ფულით ჯარისკაცებს უნდა ხმარდებოდეს რა ვიცი სხვა რაღაცებს უნდა ხმარდებოდეს ხმარდებათ ვის ჯეკა გელაძეებს ხმარდებათ წულუკიანებს ხმარდებათ რა ვიცი აი ეგეთ ადამიანებს რა აი წარმოიდგინეთ თორნიკე რიჟვაძე ხო იყო ერთ-ერთი ძალიან მაღალი თანამდებობის პირი და ბათუმის რაღაც ყველა პირველი ადამიანი რა იმ მდგომარეობამდე მიიყვანესო რა ვიცი არ ვიცი თვითკოლობამდე მივიდა ეს ადამიანი თუ ვიღაცა მესროლა მაგრამ ფაქტია რომ ამის გამო დააკავეს ალექსი ახვლედიანი ანუ რას ლაპარაკობ ამ ადამიანს ედავებიან იარაღის არასათანადო შენახვას თუ რაღაც მსგავს რაღაცას უბრალოდ ამაზე არ ვამახვილებ ყურადღებას რაზე უნდა გავამახვილო ყურადღება რა ეს ადამიანი გირაოდი გამოუშვეს ასევე ზარალა რომელიც დააკავეს იარაღით ხელში ეგეც გირაოთი გამოუშვეს რა ერთი 70000 ლარი მეორე 30000 ლარით და ერთ ადამიანს ეწერა Facebook-ზე პოსტი და ეს მზიამაღლობელსო რა ჯაველინი გადაქონდაო ჩანდით ანუ გირაოთი რატო არ გამოუშვით ანუ რატო ყავთ ეს ადამიანი ციხეში იმიტომ რომ პოლიტიკური ამბავია რა გესმით ანუ ვიღაცას იარაღის ტარების გამო არასათანადო შენახვის გამო გირაოთი უშვებენ და მზიამაღლობელს რავი რომელმაც ლოყაზე მოარტყა ხელი იმ ადამიანს რავი ციხეშია ჩასმული გესმით ანუ ეგ განსხვავება ანუ უსამართლობა არის ქვეყანაში და უსამართლობის პასუხს მალე გასცემს ქართველი ხალხი დარწმუნებული ვარ და კიდე ბოლოს მინდა რაღაც დავამთავრო რა ზოგიერთი ოპოზიციური პარტია რომელსაც რომ მოდი მე გამოვგლეჯი არჩევნებს და რაღაც მთელი ვერაფერსაც ვერ გამოვგლეჯი და ზუსტად აი ევროპარლამენტის რეზოლუცია ახლა რომ გამოვიდა ზუსტად მანდ წერია ეგ რასაც ვლაპარაკობდით ამდენი ხნის განმავლობაში რომ ამ რეჟიმის პირობებში ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობა არის მისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება ხო და აი არ გააკეთოთ კიდევ გაქვთ შანსი რომ არ ჩაყვეთ ამ პოლიტიკურ რაღაცა სიგიჟეში ქართულ ოცნებას და დადექით ხალხის მხარეს იმიტომ რომ ეს პირველ რიგში ნიშნავს იმას რომ თქვენს პოლიტიკურ კარიერას უკვე ისამარებთ და ბევრი პროცესი უკვე დააზიანებთ მაგრამ კიდევ უფრო მეტ პროცესს აზიანებთ ამ პროცესით ამ თქვენი ქმედებით ამიტომ კიდევ ერთხელ გირჩევთ რომ გამოხვიდეთ ამ ქოცური თამაშიდან